მაგაში ვერ გავრეცხავ, იმიტომ რომ ეს თეთრი არის. გამარჯობათ დღემშვიდობის მოგესალმებით. ყავასთან ერთად დასათვალიერებლად გავიკეთებ, იმიტომ რომ ბრუციანი თვალი მტკივა არა. აი ეს ყვითელი მზის განათება, ну, პრინციპში მტკივა მტკიეს. არასასიამოვნო მომენტია. ვიკეთოთ სათვალე. თუმცა შეიძლებოდა რომ აუ ესეთი გააკ. მათ ხო ვერ წუთ სანამ დაიბადა. ცოტა არ მინდა შევიკრა გაშრობა მინდა და რომ გამოხალ მოგცემ ისე მანამდე მოვას ჩაუ. შვიდის ნახევარია დაახლოებით 1 საათის წინ არა 6 საათზე მოვედი. 6 საათზე მოვედი და ხვალე ბევრი საქმე არა გვაქვს სამსახურში სავარაუდოდ და შეიძლება უფრო მალეც მოვიდე. მე კარგი. ოღონდ დღეს ბევრი ყავა მომივიდა სამსახურში. ყველასთან დავლევი ის ვისაც ყავა მოუნდა. მოკლედ ძალიან ბევრი რო არ გავწელოთ დრო. გუშინ ზუსტად ამ ადგილას, ну, მეორე ადგილას, მეორე მხარეს ვიჩექი, სადაც მქონდა TikTok-ი ლაივი. და ძირითადი კი არა, ანუ ყველანი ის 20 კაცი თუ 25 კაცი ვინც იყო, რაც 20 კაცამდე YouTube-ის მაყურებლები იყვნენ. და ის 5-იც ახალი, რომლებიც შემოგვიერთდნენ და გამარჯობათ ვინც ახლები ხართ. და ვისაუბრეთ ესეთ თემაზე მოკლედ რა და მე რამდენიმე მესიჯი მომივიდა წუხელ რომ ეს თემა კარგი იქნება რომ YouTube-ზე ჩამეწერა ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეო. რატომაც არა. მოკლედ ის ლაივში საუბრები მინდა რომ დღევანდელ დღეს განვიხილო, არ განვიხილო, ჩემი აზრით დავაფიქსირო ამ თემასთან დაკავშირებით, რომელი თემაც ძალიან აქტუალურია ყოველთვის. ძველ ბლოგერებს შორის, ახალ ბლოგერებს შორის, აი ბევრი მომავალიც რო ფიქრობს, ამაზე გეკითხება, რომ რა ვქნა. ეს არის ეგრეთ წოდებული ანგარიშის ნომრის დადება. ბევრნაირად შეიძლება ეს აიხსნას. ბევრნაირად შეიძლება ეს გაპრავდეს, ეგრეთ წოდებულად. ხო და მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და რაღაც მომენტში უფრო აქტუალური ხდება ხოლმე, როგორც ბლოგერებიდან გამომდინარე, ასევე მაყურებლებიდან გამომდინარე ხოლმე. მე მაგალითად, რო დავიწყე, მაშინ იყო შემოთავაზება ჩემი მაყურებლებისგან, რომ აუ მანან ანგარიშის ნომერი დადერა ძალიან მინდა დაგეხმარო. აუ მანან ანგარიშის ნომერი დადერა და ვისაც გვენდომება და მანუ დაგვეხაშე. ოღონდ ვინც ამას პირადში წერდნენ, კომენტარების სახით წერდნენ და ითხოვდნენ ამას, სინამდვილეში ეს კი არ უნდათ. არა, იმიტომ რომ უნდათ რომ დამედო, მაგრამ არა იმიტომ რომ დამხმარებოდნენ და რაღაცა. არამედ იმიტომ რომ მე სეირისთვის ეყურებინათ, რადგან მე ანგარიშის ნომერს დავდებდი. იმიტომ რომ მე რო ბლოგერობა გადავწყვიტე თუ დავიწყე თუ რაღაცა, მაშინაც იყო ეს თემა. თუმცა იმ პერიოდში მე არ ვიცოდი. იმის მერე ეს თემა სულ არის. ეხლა ანგარიშის ნომრის დადება და რაღაცა შეიცვალა სიტყვა დონაციით. ეგ სიტყვა არ მიყვარს.
დონაცია რაღაც. თქვი ირაკაი ჯიგრული ქართული სიტყვა. დავეხმარეთ დახმარება, არხის დახმარება და რაღაცა და რაღაცა. ეხა პირველ რიგში როგორ ამართლებენ ხოლმე ესეთ რაღაცას. არ მინდა რომ ძალიან გაიწელოს და ჯერ ანუ სწრაფად გავივლი რა ამ თემას. ერთხელ და სამლა ბევრჯერ გამისმიქნია, მithქვია, ბევრჯერ გამიჟღერებია ეს თემა, მაგრამ არა ესე რა და ამიტომ ეხლა ვდგები და ძირფესვიანად გეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ვისაც უნდა გაიგოს. და აი რო ამართლებენ ხოლმე და რაღაც. ვინც არის? გეტყვით ეხლა. ბევრი წერთ ხოლმე მაგალითად რომ აი ხო რა მოხდა და რაღაც. არაფერი არ მოხდა კაცო, იმიტომ რომ ვისაც ვიღაცის დახმარება უნდა დაეხმაროს თავისი სურვილია, ხო არც მემპარავს. ანუ აი ხა კონკრეტულად თქვენ რა ვიცი როგორც გინდათ ისე ისაქერით. ეხმარები ვიღაცას, ანუ მე რა, ხო? ანუ მე რატო უნდა მეწყინოს ანის, მაგრამ თვითონ ვინც დებენ და ვინც ამბობენ და რაღაცა ცოტა უხეშად გაბოძდით ხოლმე და ამბობენ ესეთ რაღაცას. რა მოხდა მერე ყველას უდევ. ეხლა იმა ყველას უდევზე ვიტყვი. მოკლედ YouTube არხს ვაკეთებ, სადაც წერს შენ მეილს, სადაც წერს სახელს, გვარს, სქეს, ბევრი ეგრეთ წოდებული ველია, სადაც ანგარიშის ნომერი არა, სადაც ბანკი გაქვს მიბმული, ოღონდ ეგ სადაც გაქვს მიბმული, სადაც მე ანუ ეგ სხვისთვის არ ჩანს რა, ანუ ეგ ჩემი და Google-ის შორის შეთანხმებაში არის. ნუ მოკლედ სადაც არხის აღწერა სადაც არის მაგალითად მანანა მათიაშვილი მარტყოფიდან მდედროფიტის სქესის ამდენი წლის ამაზე დაბადებულია, მოკლედ ეს ხო წერია ინფორმაცია. იქ არის ერთი ველი. არასავალდებულო ანგარიშის ნომერი რომ მიუთითო. ან პირადი ნომერი, ან უფრო ანგარიშის ნომერი. რავი, არც დავკვირვე, მე მგონი ანგარიშის ნომერია და არც დავკვირვებულ. რომ მიუთითო, პირადი არ ამგონია, პირაც ესე ვერ გამოფენ, ხო? რა იცი რა ხდება. ანგარიშის ნომერი იქნება ალბათ. არც დავინტერესებულო, არც თან არის არასავალდებულო და რადგან არასავალდებულოა და მივხვდი რომ რაღაცა უაზრო ანუ უაზროა რაღაცა ბუნი ხდება ამასთან დაკავშირებით და მე არ ვიცი ჯერ არასავალდებულოა არა ნუ ანუ არ იმას ვიზავ რა არასავალ ჯერ ისედაც შევავსე Google-ის ისინი ეხლა არასავალდებულოები მავსებინე მე ჩემ თავს უთხარი და გადავიარე ხო და ანუ აქ შეგიძლია ჩაწერო არავინ თავს არ მოგაჭრის და ეგადადევ აი თქვენ სანამ ჩემ არხზე არ შემოხვალთ მანანა მათიაშვილს სადაც აი სახელი და გვარი არ დააწვევით და არხის ისტორიას არ დააწვევით იქ ვერც ნახავთ რამდენი წლის ვარ, როდის ვარ დაბადებული, რა სქესი ვარ, რა ვიმედია მეტყობა. რა სქესი, რა ვიცი, ანუ რა ვიცი რა რაღაცა იყო წელი. რიცხვი წელი, თვე, ყველაფერი. ანუ იქ სანამ არ მიხვალ და არ ნახავ. იმ ანგარიშის ნომერს ვერ ნახავ რა, ანუ რომ მიხვალ და ჩამოყვები, იქაც წერია. ეგ ანგარიშის, ანუ შეავსე სადღაც შენ შესახებ ინფორმაცია და ჩააგდე და ვისაც უნდა ჩავანახავს და ასე შემდეგ. ნინო, და მიდი რა საპონიან აქედან მიაწოდი და მიდი რა გამოუტანე იქედან. ხო. არაფერი არ აშავდება, საერთოდ არ აშავდება, არაფერი ასე რომ გააკეთო. იმიტომ რომ მე კონკრეტულად თუ გადავწყვეტ ამ ადამიანის რომ დახმარება მინდა გადავალ იმ არხზე, ვნახავ იმ სახელი და გვარის მერე ჩამოყვები და ვნახავ ამ ანგარიშის ნომერს და ჩაურიცხავ. მორჩა, ანუ ეს ჩემსა და იმას შორის იქნება და მორჩა. ეხლა როგორ ხდება ეს გაправება? რა მოხდა მერე ყველას უდევ? ანუ თუ უდევ, იქ უდევ რა. და ესე, აი, არ მიყვარს ესე რომ ამბობე, რამ ანგარიშის ნომერი დავდო, იმიტომ რომ ყველა რა მოხდა მერე ყველას უდევ. ანუ კაი მე ანუ ეხლა რომ მე დავამატო, არც ვიტყვი ხო? სანამ არ გადაყვალ, ვერ ნახავ ხო, მაგრამ ყოველ ვიდეოში შეიძლება ესე გაგლისოთ ზედ ანგარიშის ნომერი შუბლზე, რომ აი იცი რა ანგარიშის ნომერი მიდე, ვიცით. ერთხელ გავიგეთ გაგების დონეზე, დაგვაცადეთ ეხლა ვიფიქროთ, გვინდა ჩარიცხვა თუ არ გვინდა. ეხლა რაც შეეხება დონაციას, ეგრეთ წოდებული, არ მიყვარს რა ვქნა ეს სიტყვა. და არხის განვითარება.
დონაცია და არხის განვითარება. არხის განვითარება არა, ცუდი არ არის, მაგრამ გააჩნია რა ტიპის არხი გაქვს. კიდე ესეც გავშალოთ. არხის განვითარება ანუ უნდა როგორ არა არხებს, რომელიც არის მოგზაურობა, რომელიც არის აი სხვადასხვა რაღაცებს რო იღებენ ხოლმე სხვადასხვა ლოკაციებზე რაღაცა გასართობ რაღაცებს, რომელსაც სჭირდება განათება, ტექნიკა, ყველაფერი რა მოკლედ. იქ მე არის საპრიზო ფონდი ხოლმე, გამარჯვებული და სახალისო ძირითადად აი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის ძალიან კაია ხოლმე და ანუ ესეთი ვიდეოები რო ისაკდეს შემიძლია რა ანუ მომწონს დავეხმარებ, იმიტომ რომ კიდე გადაიღო. აი ეს არის არხის განვითარება და არხის ხელის შეწყობა. ესეთი არხი. აი ხა გინახიათ თქვენ Hungry Man-ის რამხელა შრომას და რამდენი ტექნიკა აქვს. სპონსორებიც აყავთ რა თქმა უნდა ის სხვილი კომპანიები და რაღაცა და მეც თუ მინდა მომწონს რა პრობლემაა ხა მიუხედავთ იმისა რომ დიდი მსხვილი ტექნიკის კომპანიები სპონსორებენ თუ რაღაცა მე ძალიან მინდა მივეხმარო ჩემი წვლილი შევიტანო და მივალ 10 ლარს ჩაუვიწყო რა ეს სიტყვაზე ვამბობ. იმიტომ რომ ძალიან მომწონს პატივცემ და თვითონაც ამბობენ ხოლმე თუ გსურთ ესე და ეს, მაგრამ იქ ხედავ რომ ეს თანხა მუშაობს, ანუ იქ ხედავ რომ ეს შენი თანხა თუ ვიღაცის დასპონსორებული ხმარდება მეორე ვიდეოს, ხმარდება იმაში რომ აი მაგალითად მეორე ვიდეოში რაღაცა შეჯიბრია რაღაცა არის საპრიზო ფონდი, ვიღაცა იმარჯვებს და აძლევენ. უნდათ კი ნამდვილად და რა ვიცი ხა კიდე მოგზაურებსაც აქვთ ხა ყველა მიცის სოსოს კაკოს და რა ვიცი ნუ ძირითადად მე მაგ ორ ადამიანს უყურებ რომლის ვიდეოები ძალიან მომწონს. მიუხედავად ამისა რომ მაგალითად ამათაც ყავთ თავიანთი დამფინანსებელი ძალიან მსხვილი კომპანიები წეს თუ ნაყავდეთ და ყავთ ვიცით მომწონს რა და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო და რატომაც არა მივალ იმასაც 10 ლარს ჩაუვიწყავ. იგმა თუ დებთ ანგარიშის ნომერი, მაგრამ ამბობენ ყოველ ვიდეოს ბოლოს რომ თუ გსურთ რომ არხს დაეხმაროთ დაგვეხმარეთ ან ეს საერთოდ არ გაღიზიანებს და არ მაგიზიანებს, იმიტომ რომ ამათ სხვა კონტენტი, სხვანაირი ვიდეოები აქვს და ანუ დაეხმარები თუ არ დაეხმარები არც გაღიზიანებს რა ეს სიტყვაზე რომ ამბობენ. ეხლა მე გეტყვით. იცი რა არის? მე მიდევ ანგარიშის ნომერი, ანუ შეგახსენებთ რა ყოველ ვიდეოზე იქ რო გადახვათ ანგარიშის ნომერი, მაგრამ იქ ვაიდა ვერ ნახოთ, აი აქ კომენტარებში ჩავწერ დაბლა. ავპინავ, ანუ მივაბავ, რომ პირველივე ამოგიგდოთ რა, ანუ ვიდეოს აღწერაშიც დავდებთ, თქვათ და კომენტარებში ვერ ნახეთ. და შეგიძლია დონაცია გააკეთოთ არხის განვითარებისთვის. აი ესეთ ტიპის ვიდეოებს რო ვიღებ. ეხლა მითხარით, დამირიცხეთ 100 ლარი. დამირიცხეთ 100 ლარი. ვინც მე მადევნებს თუ არ ყურს, სიტყვაზე ვამბობ რა, აი ჩემი სტილის ვიდეოებს ვინც იღებს. და დონაციებზე რო ვლაპარაკობთ და თან იმას ვამბობთ რომ რა სირცხვილია? არა, სირცხვილი არ არის. მაგრამ სირცხვილია. იმიტომ რომ ის ანგარიშის ნომერი რომ ვიდეოს სადღაცას აი წეღად დასაწყისში რომ ვლაპარაკობდი რომ აი ის აღწერაში დევ და თუ მინდა გადავალ და დაგეხმარები, ეგ არაა სირცხვილი. მაგრამ ყოველ ვიდეოზე რომ შენ ამას თვალებში მაფარებ, სირცხვილი არ არის, გამაღიზიანებელია და იმიტოა ხოლმე რომ მე კომენტარებში აგრესია მოდის. მართალია არ უშვებენ ამ კომენტარებს, მაგრამ თვითონ ხო ხედავენ. ხო და ეხლა გეუბნებთ ვიღაცა აი თქვენ მაგალითად ავიღებ ერთ-ერთმა ჩავირიცხეთ 100 ლარი ვთქვათ. 1000 იყოს, რავი, 10000 იყოს. არა 10000-დან მომივიდა. ძალიან ბევრი ნულები მივამატე, ჩააბუზო. ჩამირიცხეთ ფული. ადამიანს რომელიც ესე გამარჯობა, ყავას დავლევ, რაღაცას გავაკეთებ, სამსახურში გავდივარ, თუ არ კეთილში გავდივარ, დილოში გავდივარ, ეს მორჩა. და სადაც მივდივარ, ანუ ეს სადაც მივდივარ, ყოველდღიურ ვლოგებს ვიღებ. მითხარით, ეხლა თქვენ, აი ეს 100 ლარი რო ჩამირიცხეთ.
და რო ვაправებ იმით, რომ არხის განვითარებისთვის მინდა და ჩამირიცხეთ. ეხლა მითხარით, აი მასილარით როგორ განვავითარო, უკუღმა გადავიღო ვიდეო, ასილარის პროდუქტი ვიყიდო და თან ესე ვთქვა, იცი რა არის? მე ამას თქვენთვის ვიღებ თორე მე რა. ხო ესეთი დავალდებულებაა რა, ანუ ეხლა მე მაგრად მეჩქარება, არც ყავა არ მინდა, არც ვიდეოს გადაღება არ მინდა, ანუ არ მინდა, მაგრამ ამას თქვენთვის ვაკეთებ. ეს ხო ცოტა ისეთი ან მაყურებლის, ანუ რა, მავალდებულებ, რომ იმიტომ რომ გიყურო, იმიტომ იღებ? მოუღონდაც რა, ხო ეგრეა. ხო და აი რა გავაკეთო ამ ასილარით, როგორ განვავითარო არხი. გადავჯდე ჰამაკიდან გადავიღო, გადავჯდე კიბიდან გადავიღო, ბახჩიდან ქათმებთან გადავიღო, მაგას ისედაც ვიღებ, რა განვითარება უნდა. ესეთ ვლოგებს ვამბობ. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვიყიდო ერთი რაღაც, არ ვიცი, ჯერ სხვა რაღაცა გეგმები მაქვს ოჯახში და სხვა რაღაცა იცი თქვენ ვინც მიყურებთ ის რემონტია თუ სტალნა თუ რაღაცა, ოდამ ყველაფერს სადამდეც ის მუშაობითი ხელფასი მაქვს პლუს YouTube და პლუს შეკვეთები და ნუ შევაქუჩებ ვიყიდი. განა არ ჩაურიცხიათ. აი მახსოვს ნინოს დაბადების დღეზე, ბარბარეს დაბადების, ჩემ დაბადების დღეზე ნინო რო ცუდად მყავდა და რავი, ადრე ვინც მიყურებდა მთელი 2 წლის წინ, რავი, ძალიან ისეთი ის გამოვიარე და რაღაცა პასუხები რო გაიგო ადამიანმა, ახალი წელი მოდიოდა და ფული ჩამირიცხა იმისთვის, რომ დინოსთვის მეყი და ვაქვე ნაძვისხე და ვუყიდე დინოს 2 მეტრა და რაღაცა დაძვისხე. განა არ გაუკეთებიათ. მე მაგას არ მომო, ვისაც სურვილი აქვს, ისედაც გაგიკეთებს, მაგრამ სხვას ნავალდებულებ იმით, რომ ცუდი მოსასმენია მაყურებლისთვის, რომ იცი რა არის, მიყურებ და როგორ ერთი ლარიც არ გაქვს, რომ ჩამირიცხო, იმიტომ რომ ამას ხო შენთვის ვაკეთებ. ეს არ არის სწორი. ეს არის მაყურებლის გაღიზიანება, მაყურებლის დაკარგვა, მაყურებლის უპატივცემულობა და გამოწერის გაუქმება. კიდე თავარია, ხა, როდესაც ესეთ ტიპის ვიდეოებს აკეთებ. ანუ ცხვირია მეფხანა. ეს ჭორაობისა არ არის, ირისია, ვიცი რა. თუ ზღვის საქმეში ზღვის აყოფ მაგისია. ხო. ანუ არხის განვითარება ჩემი სტილის ვიდეოებს არ სჭირდება რა. და წეღანაც ვამფანუ როგორც რა მექნება და მეყოფა და ეხლა თან ოჯახში ხარ და რაღაცა და პრიორიტეტი ეხლა YouTube თუ ოჯახი ხო სისულელია რომ გითხრათ რომ ეხლა მე YouTube ხო სისულელია ეხლა დაიჯერებთ და თუ მართლა ეგრეა ხო სისულელი ვარ რომ თავარი YouTube კაცო ოჯახი ერთინე და ხო სისულელი როგორც შევძლებ და რანაირადაც შევძლებ იმ ჯერ გეგმებს, მაგრამ სავარაუდოდ ჯერ ეგ კიდე შორს არის, იმიტომ რომ წელს იოანე ბანკეტი, ბოლოს არის ეს ყველაფერი და მომზადება და მოკლედ. მაგრამ ძალიან ვეცდები, რომ აი რომ დაფრინავს, დრონი ვიყიდო, ოღონდ მასშტაბური. ჩემთვის საკმარისი არის, არ ვაპირებ აი გიორგიდან ილიას რო ყავ. ეს მანქანას რო აწევს არა ეგეთი არა ბაზრობებზე არის საკმაოდ ისეთებით შეთვალიერებული მოგ და არც აიმე თხა არ არის იმიტომ რომ აი სადღაცას რომ მივდივარ ხოლმე და რაღაცა თუნდაც ცოტა უხარისხო კადრი იყოს მე მინდა და სურვილი მაქვს და აუცილებლად გავაკეთებ მაგასაც ოღონდ ჯერ არა აი სხვა რა შეიძლება ესეც იმიტომ რომ მე მინდა ესეც იმიტომ რომ მე მაქვს სურვილი თორე არა კაცო მე კი არ მინდა მაგრამ თქვენ ხო გინდათ მაღლიდან კადრები ხო სულ ანუ მე ვარ ადამიანი სანამ YouTube-ზე და რაღაცაზე ვიდეოებს დავდები ხოლმე იცით თქვენ რომ ეს ვიდეო მონტაჟი მიყვარს ძალიან მაგის ერთ-ერთი ისი დაფასება ის იყო რომ წელს მე გამოსაშვები ბაღის ზეიმი გადაღება მანდეს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ეს და თუნდაც ესეთი კადრების
მე არ ვამბობ რომ ხა YouTube-ზე მაგალითად დავდებ დრონით გადაღებულს და აი ეს აღმერთილი დაგელაპარაკებით იქ. ეს ჩემთვის, ჩემი საქმისთვის, ჩემი ჰობისთვის, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადო რაღაცა ვიდეოები. ჩემთვის მინდა, ხო? არიქა თქვენთვის მინდა და დროზე ანგარიშის ნომერს დავდებ იქ და ანა ეს შუბლზე მოგაკრავთ ახლა და მოგადღლიზავთ და ჩამირიცხეთ. იმიტომ რომ თქვენთვის მე ახლა კაი რა დრონი არა ის მაგრამ თქვენ ხო გინდათ აღლიან კადრები ანუ როგორი მოსასმენია ხა ეს რო გითხრათ ეს თუ რამე მინდა ჩემი სურვილით მინდა ანუ არხის განვითარება აქ არაფერს შუაში არ არის ესეთი ტიპის ბლოგებისთვის იქვე დაყარე ხო და ერთხელ და სამუდაოდ მინდა რომ აი ეს გაიმიჯნოს რა ეს და რა მოხდა მერე და ყველას უდევ დადეთ აი ხა მე რო გითხრათ რომ მთელი წელი ანგარიშის ნომერი მიდევ მეთქი შეიძლება არც გქონდეთ ნანახი ხო არა არ მიდევ ხა ვიც გადახვალთ და ნახავთ არ მიდევ მაგრამ ანუ თუ არ გადახვალ ვერ ნახავ რა იმას და ეს არ არის გამაღიზიანებელი გედოს მაგრამ ყოველ ვიდეოს დასაწყისში და ბოლოში ამ დონაციაზე და იმაზე, აი ცუდი მოსასმენია რა. მე ისე ჩანს ხოლმე რომ ანუ იცი რა არის ფულს რო ვინმე გირიცხავს რა, ანუ შეურაცხყოფას გაყენებ. არა, წეღანაცავ თუ. განა არავინ დამხმარებია. არ არის მარტო აქ ლაპარაკი ფულზე, იქ არის ამანათებზე, იქ არის ბავშვებზე, იქ არის ტკბილეულზე. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ტრენდი. ამას ახლა საქართველოში ხარ თუ აღასტაფაში ხარ თუ ყარაჯალაში ხარ ვერ იმასისავ ანუ მე მომწონს ჩემი საყვარელი იუთუბერია ეს მინდა რაღაცა საჩუქარი გავუკეთო გავუგზავ ხდება ესეთი და მე ეს მარტო საქართველოში არ ხდება და საქართველოში არ არის ვაიმე მარტო არა ყველგან ეგრეა რა ვისაც უნდა გადახედოს გადმოხედოს ანუ ამანათები მოსული სიტუაცია არა იმიტომ რომ ამას შენ არ ითხოვ ვიცი რა პრინციპში რატოა შეიძლება იცი რა ახლა მე ვიდეოს ვიღებ იმისთვის რომ ამანათი გამოგზავნოთ იმიტომ რომ თქვენთვის საინტერესო ვიდეოს გადავიღებ განყუთვისას ანუ ესე ხო ვერ იტყვი რა ვიღაცას თუ არ უნდა არ გამოგიწევს როგორც არ უნდა მოითხოვ ხო სისულელია ანუ ეს არის ეს ტრენდი არის ეგრეთ წოდებული და ეს მარტო წელს და შარშან და იმისე ეს რაც YouTube-ი წამოვიდა ეს ხალხის სურვილზეა დამოკიდებული ანუ არავის ეკაჩები რა ესე არა არ მომხდარა ძალიან ბევრი დამხმარებია ძალიან ბევრს გაუხარებია ბავშვები ძალიან ბევრი ამ იმით მე გამიკეთებია რაღაცა ხელნაკეთი მივთი დამრჩენია იმისგან სახსოვრად გამოგზავნიათ ყვავილები საბერძნეთი 10-დან მაქვს გამოგზავნილი ყვავილები რომლებიცაც ვუვლი 100-ზე ზოგადად ნაჩუქარი რაც არის და ადამიანი რო შეწუხდება და თუნდაც მეზობელი იქიდან აქამდე გადმოგიტანს ანუ იმის რაღაცას უარ მოუფრთხილი არ არსებობს რა და ვცდილობდი რომ რაღაცა რომ ჩუქნიდნენ იქედან აი მაგალითად ამას ჩუქნენ იქიდან პატარა დეტალი ამომეღო და სამახსოვრო რაღაცად მექსივნა იმიტომ რომ შევხედა ვიცი რომ ვიღაცა აი რაღაცით რავი დიდი ის გამოხატა ელემენტარული ყურადღება რომ აი ქარა ფას ნიშნულობა ნივთს და აი არანაირი ისა ყურადღება რომ გაახსენდი და რაღაცა და იმის პატარა დეტალს ინახავ რომ შეც გახსოვდეს ვალდებული ხარ რომ გახსოვდეს იმიტომ რომ თლაც უცხო ადამიანი დაგეხმარება რა ვიცი ძალიან ისეთი თემაა ეს რა აი ვერ წარმოიდგენ რომ ადამიანს არ უნახი ხარ და გეხმარება და პატივს გცემს და უყვარ ხარ და რაღაც ეს ძალიან შეუფასებელია და ეს იმ ყველაფერზე მაღლადგა თუნდაც YouTube-ის ხელფასი და თუნდაც ეს დონაციები მონაციები ჯერ მარტო რა დღეს ვიღაცა რომ Messenger-ში WhatsApp-ში, Viber-ში მოგწერს რომ აი წლებია გიყურებ და აი ძალიან მიყვარხარ და რომ დაგლოცავს იქ უნდა მიწერო ხო მადლობა დიდი თქვენთვის ვაკეთებ და რა მოხდა ახლა ერთი ობლაი რო გადმომირიცხო იგივე სიტუაცია არის კიდე ახლა მაგალითად ახლა აი ნახავ ბოლო ვიდეოს რამდენი ეს აქვს რა ნახვა ისე სიტყვაზე ვამბობ ვაიცა გახსენე
ბოლო ვიდეო იყო გივიკოს ვიდეო. ისე უბრალოდ დავხედავ. ვიდეოს აქვს 1500 ნახვა. ეხლა აი ესე მოგმართა. 1500-მა კაცმა ნახეთ ვიდეო. 1500 კაცი მიყურებთ. რა იყო ხალხო გაგიძნელდათ $10 რო ჩარიცხოთ? მე ხო ეს ვიდეო თქვენთვის გადავიღე. ეხლა მითხარით, აი, ამით რა ვამთავრებ ვიდეოს რა და რა მითხარით თუ ან გადავამეტე, იცით რომ მე კომენტარებით მაგ გაშვებული. ჩემზეც სანამ მე ვნახავ სიტყვაზე რაღაცას ვალაგებ რაღაცას, თქვენ ნახულობთ ჯერ იმ კომენტარებს და მე ვნახულობ ხოლმე მე ბევრ შემთხვევაში. ბევრ შემთხვევაში რაღაცა კომენტარი რომ გამორჩება ხოლმე და ან პასუხი არ მაქვს გაცემული და ან დაგულებული არ მაქვს. მეგობრები მიგზავნიან სკრინების სახით რომ ეს კომენტარი გამოგრჩა და ნახე. დაწერეთ რაც გინდათ. რაც გინდათ იმ ხრი რომ მე არ იმაშვები რომ ან ვინმე ლანძღოთ, ვინმე თათხოთ, უბრალოდ ეს TikTok-ზეც იგივე სიტუაცია და YouTube-ზეც ეგეთი სიტუაცია რომ აუ რა მოხდა მერე და რაღაცა. არაფერი არ მოხდა. დადე. მაგრამ ყოველ ვიდეოს დასაწყისში ესე ნუ გიჭირავ რა, ესე ნუ გიჭირავ, გავიგეთ რომ იქადევ და ვნახავთ თუ გვინდა. იმიტომ რომ მაინც ესე რომ შუბზე მოგვაწებოთ, თუ არ გვინდა, გინდა რა ვიცი, გამოგვიგზავნეთ მესენჯერში. რა ის არის, რა გამოგაჩვა. დავალდებულება ეს შენი მაყურებლის მხრივ და ამ დროს პატივისცემასაც კარგავ. ხო რა მე რატო უნდა მომიგეს ვიღაცას უყურო, რომელიც აი ვუყურებ და მგონია რომ რაღაცა და უცბად იცი რა მე შენთვის გავაკეთე და რა არის არა ხარ ვალდებული რომ $1 მომცე შენთვის რა მოხდა რატო უნდა მე აქ რო ვიდეოს ვიღებ იმიტომ ვიღებ რომ პირველ რიგში მე მომწონს მე მსიამოვნებს ეს რაღაცა ისეთი სამსახური ხო არ არის რა ქვია ის საჯარო რაღაცა ისეთი რომ არ გინდა მაგრამ სხვა გზა არ გაქვს უნდა წახვიდე იმიტომ რომ შემოსავალი ხო გინდა YouTube ეგეთი მომენტი არ არის თუ არ მინდა ახლა რა ვიდგები უბრალოდ მოვალეობას იცი როგორ მოვხდი აი ესე ვიჯდები 20-25 წუთი გავთიშო მე აი ეგ იქნება მოვალეობა თუ არ მინდა არ ჩავწერ ვიდეოს ხო ანუ არავინ დამავალდებულებს და არავინ არ ისა ну Google და Google-ისთვის შეთანამშრომელი ხარ და Google იმას დაგიგდებს მაგალითად 2 დღე რო არ გამოჩნდეს 3 დღე რო არა რეიტინგს გიგდებს რომ იძულებს ხდის რომ იმუშაო იმიტომ რომ Google შენით მუშაო ანუ Google-ს შენიდან აქვს შემოსავალი რა და იმ შემოსავალიდან მე ესე ეს შენ და ეს მეო იღვის ხო და მაგას ვამბობ ანუ ეს მე მომწონს ძალიან ხო რა მომათრია აქ და დამსვა მომწონს ჩემი ჰობია ჩემთვის ვაკეთე პირველ რიგში იმიტომ რომ სიამოვნებს მე თქვენგან მიღებული ეს უკუკავშირი და პლუს რატო უნდა დაგავალდებულოთ იმიტომ რომ მუშაობ ეს ეგრეთ სამსახურია იმიტომ რომ ყოველთვის ბოლოს მინიმუმ 300 ლარს ვიღებ არ დავმალავ იმიტომ რომ ბევრი მეკითხება ხოლმე ბავშვები უფრო და რამდენს მინიმუმ 300 ლარს ვიღებ როგორ იმუშავებ გააჩნია იმ ხრივ რომ რამდენი ვიდეოს ნახავ, რამდენი ნახვა იქნება. ეხლა მარტო ვიდეოს დადებაც არ არის, უნდა იმაზეც იფიქრო, რა მაყურებელი ყავ, რა სტილის მაყურებელი ყავ და რა სტილის ვიდეოები მოწონთ. შეიძლება დღეს მოწონთ, ხვალ არ მოწონთ, ანუ დღეს სხვა დადე თავისი მაყურებელია ყავ, საღამოს სხვა ვიდეო დადე და რომ ამათ შეიძლება არ უყურო და სხვა მოყუროს და რაღაცა ეგეთი, მაგრამ ის ვიდეოები მუშაობენ. და მე თქვენ კი არ დაგავალდებ, მე იმიტომ ვაკეთებ ჯერ მომწონს და მე იმიტომ ვაკეთებ რომ თვის ბოლოს მე Google ხელფასს მირიცხავს 22 რიცხვში. არ გადააცილებ, 20 თუ შაბათ-კვირა დაემთხვა, ოღონდ ისიც ბანკი გიგვიანებს, თორე 22 რიცხვში იქედან მოდის. Google გირიცხავს. მე ბანკი გიგვიანებს უბრალოდ აქ ხო იცი ძალიან დაკავებულები არის. აი ეგ მომენტია, რა ვიცი. ვისაც უნდა გაიგოს, ვისაც არ უნდა ნუ გაიგებს. არ არის ის წვილი დონაცია, რა, აი ბოლო დასკვნა გავაკეთოთ. დონაცია. არ არის ის წვილი ანგარიშის ნომერი, იმიტომ რომ შეიძლება აი ხო ვამბობ ანგარიშის ნომერი სარდებ, შეიძლება მომიწიოს ანგარიშის ნომრის დადება.
დამიდია, იცით რომ დამიდია, იმიტომ რომ სჭირდებოდათ ბავშვებს დახმარება. დანიელის შემთხვევაში, ჩემი დანიელის შემთხვევაში, ჩემი მამიდაშვილის ბავშვის შემთხვევაში 2000 ლარი 2000-მდე არ შეიძლება. თუ 1700 ლარი თუ არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ 1000-ზე ზემოთ იყო. ეგ თანხა შეგროვდა პირველად დანიელი რომ წავიდა თურქეთში და საკმაოდ დიდი შედეგი დადო დანიელმა იმის მერე კიდე ბევრჯერ იყო დანიელი და ცდილობს ოჯახი რომ ყველანაირად თავის სახსრებით გააკეთოს და საკმაოდ ძვირი ჯდება ერთი წასვლა. კიდე მქონდა სანდრიკას შემთხვევაში და სანდრო ახლა კარგად არის, რაღაც თერაპიებს გადის და რაღაცა და კარგად არის. კიდე მედო ყველა მახსოვს გიორგის შემთხვევაში, გიორგი ძალიან კარგად არის და ვისაც ოღონდ გიორგის შემთხვევაში თვითონ გიორგის დედის ანგარიშის ნომერი მედო, სანდრიკას შემთხვევაში დედამისის ანგარიშის ნომერი მედო, მე მედო მარტო დანიელის ჩემი ანგარიშის ნომერი მედო მარტო დანიელს რო ჭირდებოდა. და ამ შემთხვევაშიც მედო ჩვენ მარტყოფელ ნიაკოს ჭირდებოდა დახმარება და დაიდო. ეხლა მე ვამბობ სხვანაირად, აი იქ რო დავდო, სადაც წეღან ვამბობდი ანგარიშის ნომერი, შეიძლება დავდო, ოღონდ იცი რა შემთხვევაში დავდებ? თუ იქ დაეწერება, რომ ის ველი სავალდებულოა. ჯერჯერობით კიდე წერია, რომ არასავალდებულოა. შეიძლება Google-მა ერთხელ მომივიდეს მეილი, რომ შენ სრული შევსებული არ გაქვს შენი პროფილი. და შეიძლება შევიდე იქ დამხვდეს თუ ეს ველი შესავსები გაქვს და დავდო, უბრალოდ იყოს, მაგრამ ყოველ კომენტარებში, ყოველ ვიდეოებში, დასაწყისში, ანგარიშის ნომერი, არ გამოვა იქ რა. არ გამოვა, იმიტომ რომ მაგიტო მე გიკვირთ ხოლმე და უკვირთ ხოლმე უბრალოდ რომ იცი რა, რატო წამოვიდა ეს აგრესია, ეს ხო ჩვეულებრივია, არის ჩვეულებრივი, მაგრამ სხვა სტილში. და აგრესია იმიტომ მოდის, რომ გამარჯობა ანგარიშის ნომერი მიდევ ეგრევე. არ შეიძლება ეგ. ღმერთმა არავის არ დააჭიროს. ესეთ შემთხვევაში ანგარიშის ნომერს კი რას არ დადებ ადამიანი. მაგრამ ეხლა რაღაც მომენტში რომ ხან არის რავი აღარ მინდა რა ბოდიში და ეხლა შუადღით ავდგე ფეხი გადადებული და იცი რა დღეს რაღაცის ყიდვა მინდა ან რაღაცა ჭირდება ან რაღაც ის გადასახადია და რა არის ვერ გავიგე აპტეკიდან გაიში არაფერი არ დამახვედრეთ რაღაცა ისეთი მომენტია რა და რა ვიცი თორე არ დეხავს დადი ანგარიშის ნომერი იქ სადაც დევს მივალ ნახავ მინდა ჩაგირიცხავ თუ სურვილი მექნება და იმე პირადშიც მოგწევ ანგარიშის ნომერს გადმოგაწევინებ ხო თუ რაც აქვს გადმოგაგზავნინებ იგივე სიტუაცია ისა როგორც არ უნდა გირჩიოთ რომ ჩემი არ გთხოვთ გეხვეწებით ჩემი არხი გამოიწ მე არ გამოვიწერ მაგალითად ვიღაცის არხს თუ არ მომეწოდებ ვინც არ უნდა მირჩიოს და ვინც არ უნდა მთხოვოს და შესაკუთარი შვილი რომ მოვიდეს და მითავს იდეა ის გამოიწერე რა რაღაცა ისე ვამბობ ნახო ვუყურო უბრალოდ შევხედო ერთი ვიდეო ორი ვიდეო და არ არის ჩემთვის მისაღები ხო იტყვიან ხოლმე რომ რა მოხდა მე გამოიწერე და რაღაცა არც ვარ გაეხალხნო ეგეთი გამოწერა ელემენტარული 50000 გამომწერი რომ მყავდეს ეხლა და მქონდეს 200 ნახვა აზრი არა აქვს ეგეთ გამოწერა ნახვებზე აქვს თავარი არის ნახვები იყავდეს ის ეხლა მეც 10000 იმყავს მაქსიმუმ ადის ხოლმე 4-მდე 4000-მდე მირჩენია მყავდეს 5000 გამომწერი ეხლა მართლა ვამბობ და იყოს 5000-მდე ნახვა ბევრჯერ ყოფილა ხოლმე შეთქვა ჩემი ვიძაშვილი მომნოთ აუ ჩემი ტელეფონითაც გამოგიგზავნეთ და ბავშვების ტელეფონითაც გამოგიწერე და ჩემი ქმრის ჩემი დედამთილის ტელეფონით არა ეგ არის ხოლმე თავიდან აი 1000 გამომწერამდე რომ მიხვიდე რომ Google-თან უკვე საკეთე ნაბიჯები გააკეთო და Google-ის თანამშრომელი გახდე და ნენელა მონეტიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი ეგ საჭიროა თავიდან მაგრამ მე აღარ არის ეგ იმიტომ რომ აი ისეთი სანახავია რა ეხლა ერთ-ერთი ვიცი რომ 30000 გამომწერიე ტორტი მოდი რაღაცა ჩააკრე რაღაცა და
800 ნახვამდეც არ ადის. ეხლა მითხარი რა აღსანიშნავი არის ეგ. ეხლა ვის ოჯახში შევიდე, შენც გამომიწერე, შენც ნახوار არ მექნება რა თმინდა ეგეთი გამოწერა. არ არის რეალურია რა. არა რეალურია ძა. ხო და ეს არის ჩემი აზრი. იმ თავიდან ამ თავამდე, დაწყებიდან დამთავრებამდე. რაც გამოვიარე და როგორც პრაქტიკაში მივიღე და რასაც ვხედავ. ხო და რა ვიცი თუ ერთხელაც მეც მოგატყლიზეთ თავზე და შუბლზე ის აგარისნობე ეგრე გააუქმეთ ყველაფერი. მართლა ხუმრობა იქით იყოს და რა ვიცი ეს არის ჩემი აზრი, ესეთი იყოს, ესეთ აზრს ვაფიქსირებ და ეხლა მინდოდა რომ თავიდან ბოლომდე გამეწელა და გამეშალა ეს თემა თუ ვის ჭირდება ეგრეთ წოდებული დონაცია და ვის არა, რა სტილს ჭირდება დონაცია და რას არა. და ელემენტარული მე რო საქმეს ვიწყებ, თუნდაც ეს საქმე აღარ მოგგაცდეთ ძალიან როგორ იწყებ რომ გჭირდება ტელეფონი, ხო? იწყებ. მე გადავწყვიტე რომ რაღაცა მომენტში დამჭირდა შტატივი, იმიტომ რომ ეხაც ბანკაზე ხართ მიყუდებული. ვიყიდე შტატივი, მე 1-2000 თავისა, მკლავისა, წელისა, ფეხისა, ყველაფერი, სად ყველა ორგანო. სხეულის ყველა ნაწილზე შემიძლია შტატივი გავიკეთე, იმდენი ვიყიდე. თემუ და იმის ჯანი. სელფი ჯოხი მაგიდისა, ივისა, მაგ. ანუ ამ ყველაფერს ვიყენებ, აი ეს YouTube-ისა ჩაირიცხება. დიდი 1.50 ლარი გააშოშოთ ქვეყანა მოდის თემუზე. ესეთი ანუ რომ გჭირდება რომ გამომყორცნო. მაშინ ისეთ ჯერჯერობით ისეთ ჩარჩოებში მოაქციერის შესაძლებლობაც გაქვს და როგორც კი ამ შესაძლებლობით დააგროვე პატარა რაღაცა ის იმას გარკვეულ თანხას იყიდე ის რაღაცა და მე უკვე ანუ ძალიან ტკბილია და ძალიან გემრიელია, როდესაც ამ ყველაფერს შენით აკეთებ. და ვიღაცას არ ეუბნები, რომ იცი რა, მე შენთვის მინდა და არ გინდა კარგად იყავით, მე ყველა ისე მოგესალმებით და იმიტომ რომ არ ხართ ღირსები, კაი ვიდეოების. ესაა ჩემი კომენტარი. წავედი ახლა თუ ძალიან გამეწელა ვიდეო. აბა ამოვიქაქანებ ხა. კარგად, მადლობა ყურადღებისათვის. არავის არც საწყედად ჩავიწერია ეს ვიდეო, არც არაფრად, გუშინ შვენივრად ვიჭორავეთ TikTok-ზე ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უცხო ხალხი ჩაგვერთო და დაგვრჩილეთ და ბევრმა მომწერეს, რომ როგორ ვენახე YouTube-ზე და ბევრმა მომწერა, რომ ეს თემა გამეშალა YouTube-ზეც, იმიტომ რომ ის ლაივი ხა მე ლაივის არ ვიწეთ ახრიდან არ ვდებ და არც იდება ის ჩემი ლაივი TikTok-ზე. და მინდოდა რომ ვიდეოს სახით ყოფილიყო და ამიტომ ჩავწერე ასე რომ დონაცია თუ მე ამბობენ ეს არის დონაცია, ეს არ არის მათხოვრობა, ეს არა მათხოვრობა არ არის, უბრალოდ სხვანაირად გაგებული დონაცია და სხვანაირად გაგებული ანგარიშის ნომერია რა. ანუ კი შეიძლება რომ დავდოთ, მაგრამ კულტურულად. ეს უკვე არის ნაგლობა, თხოვნა, მოთხოვნა, დავალდებულება და ასე შემდეგ. ეს დონაცია არ არის. არც დონაცია არ არის. წავედი ხა, კარგად იყავით მოვალ ვიდეომდე. აბა, მაგრად.